მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა და საქართველოს ბიბლიოთეკართა საბიბლიოთეკო ასოციაცია დღეს აწყობენ ერთობლივ ღონისძიებას, რომელიც ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მრავალმხრივ ნიჭით მირონცხებული პიროვნების პროფესორ ალექსანდრე ლორიასა და ემიგრანტი ქალბატონის მარინე ხუჭუას წიგნების პრეზენტაციას ეძღვნება. დებამომეცით წარმოგიდგინოთ ჩვენი საპატიო სტუმრები. საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის გამგეობის წევრი, ვარწმოსილი პიროვნება, მრავალმხრივი განათლებული ადამიანი, პროფესორი ალექსანდრე ლორია. ბატონი ალექსანდრე გახლავთ ამავდროულად საქართველოში მის მიერ დაფუძნებული საკმაოდ პოპულარული ჟურნალის საქართველოს ბიბლიოთეკას მთავარი რედაქტორი. მასთან ერთად ჩვენთან იმყოფება მისი მეუღლე ქალბატონი ინგა ფილაური ლორია, პროფესორი ქალბატონი ჩადება და ჩვენი რაიონის მკვიდრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ამჟამად ემიგრანტი ქალბატონი მარინე ხუჭუა. პატიცეულოს სტუმრებო, დარბაზში იმყოფება მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ქალბატონი ლიზა გრავინშვილი, კულტურისა და განათლების სამსახურის უფროსი ქალბატონი ნატალია მანჯგალაძე და სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები. დარბაზი ერთობ მოგზაურებულია, მაგრამ დაწუნდებით თქვენ თავად რომ ძალიან წარმომადგენლობითი და ინტელექტუალური. ორივე სიტყვით დებამომეცით მართალია სამტრედიელები ბრძანდებით, სამტრედიასთან ესეთი გავთ გაკავშირებთ, მაგრამ მაინც თვლის საჭირო ვკითხრათ, რომ სამტრედია 150 წლის ქალაქია და იმ სასახელო ტრადიციებს, რომელსაც ჩვენმა წინაპირმა ჩაუყარეს საფუძველი, ღირსეულად აგრძელებს ჩვენი რაიონი. რაიონს ვიხმარებ შემთხვევაში, ჩვენი რაიონი ყველა მხრივ როგორც სპორტის, ასევე მეცნიერების, განათლების და შორსაღმოს იმ ადამიანთა ჩამოყრა, რომლებიც აი დიდ გზას აგრძელებენ. რაიონში ხშირად იმართება სხვადასხვა აქტივობები, ღონისძიებები, როგორც სპორტული, აგრეთვე შემეცნებით ინტელექტუალური ღონისძიებები და ასე რომ შორს ვართ როგორც მთლიანად საქართველოს აბსოლუტური იდეალიზმისაგან, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს მუნიციპალიტეტის ხელისუფლება რომ შესაბამისად აუწყოს პერკის დღევანდელობას და ისიც უნდა ითქვას რომ აღწევენ კიდეც. ძალიან მოკლედ მინდა ვისაუბრო ბატონი ალექსანდრეს კიდევ ერთი წიგნის შესახებ. ბატონი ალექსანდრე გახლავთ 20 წიგნის ავტორი და 120-ზე მეტი სამეცნიერო შრომა ეკუთვნის მის კალამს. ამ დღეებში ჩემ თვითკრიტიკულად უნდა ვთქვა რომ ბატონი პარმენის, ანუ ბატონი ალექსანდრეს მამის შესახებ პარმენ ლორიას შვილი ბრძანდება უფრო გამეგო ვიდრე ბატონი ალექსანდრეს შესახებ და საჭიროება მოითხოვა გადამეხედა მისი ბიოგრაფიისათვის და განსაკუთრებით უსვამენ ხაზს მასთან დაახლოებული ადამიანები მის თავდავლობას, საოცარ სისადავეს. ერთ შედარებას მოვიყვან დიდი ნიკო ნიკოლაძე ქართველ ერს და საქართველოს ერთგან ასე მიმართავს. მე შენ წამდი, შენ გეთაყვანებოდი, შენ გემსახურებოდი, ავად თუ კარგათო. ხა ნიკო ნიკოლაძე თუ ავად ემსახურებოდა, სამშობლოს სხვა ვინ ემსახურებოდა, მაშინ კარგად, მაგრამ საოცარი თავდავლობა და საოცარი მოკრძალება აი ამ სიტყვებში. ასევე შემიძლია ვთქვა ბატონ ალექსანდრეზეც ერთ-ერთ წიგნის ბოლო ნაწილში წერს რომ უფრო მეტი უნდა გამეკეთებია და ხა მეტი ერთ ადამიანს რა უნდა გაეკეთებია. უნდა ვთქვა ისიც რომ ჩვენ ბოღმით გადენილ საზოგადოებაში ძალიან დიდი უნდა იყოს ადამიანი, ძალიან ხილვადი უნდა იყოს, შენიცვლილი ალბათ ამერწმუნებით რომ იცოდონ კოლეგებმა პატრიარქი და ჩვენ სამტრედიელები კიდევ ერთი აღმოჩენის, მე ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთი აღმოჩენის წინაშე ვარ, იმიტომ რომ ქართული ენათმეცნიერების პატრიარქი ბატონი აკაკიშაიძე სამტრედიელი ბრძანდებოდა, მათემატიკური ტერმინოლოგიის ფუძემდებელი სამტრედიელი ბრძანდებოდა და ბატონ ალექსანდრეს კოლეგები უწოდებენ და ყოველნაირად დამსახურებულად საბიბლიოთეკო სისტემის პატრიარქს. ხა ჩვენ ამდენიც უნდა ვილაპარაკოთ 82 წელი სოლიდური ასაკია. მე მინდა ბატონ ალექსანდრეს უსურვო ხანგრძლივ სიცოცხლე გაუკვირდა დარბაზ ბატონ ალექსანდრე არ იქნება ამდენი სოლიდური ასაკია, მაგრამ
უნდა ითქვას ის, რომ კარლო-კანაძე ჩვენი რაიონის პოეტს აქვს ასეთი სტრიქონები ჭაღარა სიჭაბუკე. და მინდა გისურვოთ, რომ აი ეს ჭაღარა სიჭაბუკე თქვენი ცხოვრების შუადღე ყოფილი იყოს. ამ ჯერზე თქვენთან მისავლებას დაბრძანეთ რა ძალიან თვითმფრინავად ჩვენი რაიონის მკვიდრი პოეტის გიორგი კაჭახიძის საკმაოდ ნაცნობი ლექსის პერიფრაზით დავასრულებ. ახალ ნერგისთვის გეგმავ ნაკვეთებს სულ რომ დღე იყოს მინდა ძალიან ჯერ რა იცოცხლეთ რა გააკეთეთ ჯერ სიბელისთვის აღარ ძალიან მინდა რომ კიდევ მრავალჯერ შეგვდეთ აი ეს ბიბლიოთეკა რაიონის საზოგადოება ჩვენი ქვეყნის საზოგადოება ჩაუთა ვერცაც რომ თითქმის არ დარჩენილა მუნიციპალიტეტი რომ ბატონი ალექსანდრეზე შეხვედრა არ მოეწყოს და კიდევ მრავალჯერ გაგეხარებიოთ თქვენი ნიჭის ელვარებით რაც შეეხება წიგნს ფლორენცი მე არ მიმოვიხილავ შეგნებულად ვიტყვი მხოლოდ ერთს აი ბატონ ალექსანდრეს მოგზაურობა თავშივე იგრძნობა რომ ვეუბნება პირველ რიგებში მიცნახეთ რომ ახო გამწიგნთო განსაკუთრებულსო ვერაფერს ნახავთ არა და მე რო წავიკითხე მეგონა ჩემ სამეზობლოში იყო დაწერილი ალბათ თქვენც ასე იფიქრებთ აი ეს არის უბრალოდ რომ ხალხთან რომ ცხოვრების ქვეყნის მაჯისცემა რომ ხელთ უყრია და პური რომ აქვს მიგდებული ქვეყნის ცხოვრებაზე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის მინდა მე არ უნდა გილაპარაკო ასევარ გაფრთხილებული და ახლა ეხლა ჟურნალისტებს ლაპარაკები გვაქვს მინდა გითხრათ რომ თქვენი ბიბლიოთეკის თქვენი ჟურნალის თქვენი ვარ აი აქ როცა შემოვალ ბიბლიოთეკაში ისე უშტატო თანამშრომელი ვარ ბიბლიოთეკის რა თქმა უნდა რომ შემოვალ ხელად მანახები და ძალიან კარგია ეს არ არის ეს ჟურნალი ვისაც ხელი მიგისურვათ ეს არა მარტო სამეცნიერო მეთოდური და აი მინდა გულის დაწყვეტი თქვა ჩემი კოლეგები არიან და დამეთანხმებიან რომ ჟურნალისტებს რატომღაც არა აქვს ჟურნალისტებს არ არის ჟურნალისტიკაში ისეთი რომ რამე მეთოდური ლიტერატურა გქონდეს და ძალიან ტევადი ჟურნალი გაქვს და ძალიან კარგია იმიტომ რომ ხშირად გამოდის ჟურნალები გაოცნობი და მხოლოდ დედაქალაქით არიან შეუფარგლული და რომ უთმობთ ამ ასე ვთქვათ საინფორმაციო გეოგრაფიას ასეთი ტერმინია ჟურნალისტიკაში რომ ყველა მხარე გაქვთ მოცული და კიდევ ერთი დიდი მადლობა ამისთვის ეხლა ნება მოვეცით სიტყვა გადავცე ბატონი ალექსანდრეს სტუდენტობის მეგობარს მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს ღვაწლმოსილ მსახიობს ქალბატონ ზია ჩიხლაძის სავსე მთვარე თითქოს ცელქოსო ხან ედრუბეს ამოეფარებოდა და ხან მეორეს ხან ცალი თვალით გამოიჭყედდა ხან კი თელი სისრულით გამოცურდებოდა ჩამუქებულ ზეცაზე და ერთბაშად გადააკაშკაშებდა ტყითა და ბარდით მოდებულ ფორაკებს. სამთრის შორეული სუთქვა მოქონდა ქვენა ქარს, რომელიც ზომიერად არწევდა ხის ტოტებს და შემხმარ ბუჩქებს უდარდელად აშრელებდა. ხან სულაც მიწვარდებოდა, მიიძინებდა, გაყუჩდებოდა და მაშინ დაბურულ ხევში მხოლოდ ჩუხ-ჩუხი გაისმოდა. ღელის გასწვრივ წყალგაღმა გამოღმა თხმელები ერთი მეორეს მიყოლებით ისე თანამოზიარეთ ჩამწკრივებულიყვნენ თითქოს საგანგებო დაერგოს ვისმეს ჯერ კიდევ მწვანეს შემორჩენილ მუხლამდე ბალახსა და ფოთლებს შემხმარ ბუჩქნარში დადასრული ანწლი და ბირკა იმნაირად გადახვართულიყო ისე დაებურა ღელის ნაპირები კაცი ადვილად ვერ ჩააღწევდა ღელემდე თითქმის ყველა ხეს ადესის მსხვილი ჭიკო შემოხვეოდა და უკვე შეთხელებულ ფოთლებს სურის თვარნიაშიც კარგად ამჩნევდა თვალი აქა-იქ მიმჭკრარ შემორჩენილ ჩამოქებულ გიშრის მტევნებს ხევში ერთ ადგილას ჩრდილოეთის მხრიდან წამოსული მოზრდილი ღელე კალათ იხრებოდა დასავლეთისაკენ და თითქმის გზის გაუმრუდებლად პირდაპირ ხევის წყალს ჩვეულებრივ პატარა მაგრამ საკმაოდ სწრაფ მდინარეს უერთდებოდა კაცმა არ იცის რა ზღვარს გადავა ხოლმე ეს გარეგნულად უწყინარი მდინარე წყალდიდობისას რაც ასე ხშირია ჩვენს დასავლეთში ყოფის კრული წვიმების შედეგად ღელის გასწვრივ გაწოლილა ხევი მაინც და მაინც დიდი და განიერი არ არის მხოლოდ იქ სადაც ღელე
ხევის წყლისაკენ უხვევს საკმაოდ ფართო მინდორია გადაჭიმული, რომელიც მოუკირწყლავის საურმე გზით შუაზეა გადაკვეთილი. წყალზე გადასასვლელი ფონიც სწორედ აქ არის. ხარები აქ გადადიან ხოლმე სწრაფ ჩქერზე და პატრონმა სამხრეთი ცოტა თუ არა აჩქარა, იქვე მოდებულ სუყე ბალახის მოსაწვევებლად ითრევენ ფეხს და იზლაზნებიან. ქვეითი მგზავრები შემაღლებაზე გადებულ მორზე ამჯობინებენ გასვლას, მაგრამ ეს დღისით, თორემ ღამით, ბნელში ძნელია კაცისთვის ამ საცალფეხო მოგაზე გადასვლა. მით უმეტეს ცოტა გადაკრუშიც თუ არის. აი, ასე იწყებს ბატონი ალექსანდრე თავის რომანს ფლორენცი, რომელიც ჩვენმა მკითხველმა ხელიდან ხელში გადადიოდა და იკითხებოდა ამ დღეებში, რაც წიგნი ჩვენამდე მოაღწია. მე გარკვეული წლები მაკავშირებს ბატონ ალექსანდრე. მაშინ ალიკა იყო, ალიკას ეძახდი, ახლა უკვე ბატონი ალექსანდრეა. ისეთი საყვარელი ხელმძღვანელი იყო პრაქტიკის, ისეთი საყვარელი გულში ვიხუტებდით სტუდენტები და ასევე თვითონაც ისე კარგად გვეპყრობოდა და ახლა ერთი რამ მინდა გავიხსენო. არ დამავიწყდება, ბატონი ალექსანდრე მეორე კურსზე რომ იყო, მესამეზე მე პირველ კურსზე ვიყავი. და გავიდა ასე წლები და პრაქტიკაზე წაგვიყვანა მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში. იქ სხვათა შორის დააღვეწერა წიგნები და ალიკამ გითხრა, ჩემთვის ისევ ალიკა, აიო თქვენო ახლა ამდენს ვერ აღწერთო. მეუთხარი აღწერთქო და ასეთი სანაძლეო დავდეს. სანაძლეო სხვათა შორის ძალიან რთული იყო იმ პერიოდში. მაშ რესტორან საქართველოში დაპატიჟებდო. ახლა რამდენიმე სტუდენტი ვიყავით, ახალგაზრდები ვიყავით, გოგოები, რესტორანი ახლა ჩვენთვის მაშინ ეს იყო რაღაცა აპარიჟო წაგვიყვანოს კაცმა ისე. წააგო ბატონმა ალექსანდრემ იზლავი და წაგვიყვანა რესტორანში. არ ვიცი, შეიძლება შეგნებულად წააგო. არ იყო ასეთი კაცი, შეგნებულად არა. წააგო და ჩვენ რაც გეგმა ქონდა მაგას იმაზე მეტი ავწერე. წაგვიყვანა რესტორანში და ეს არის ახლა ნახევარი საუკუნის წინანდელი ამბავი, რასაც მე ვყვები და ეს იყო რაღაცა განუმეორებელი სტუდენტისათვის. სტუდენტ რამდენიმე 5 გოგონის ვიყავით, ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ალიკო ისე გაგვიმასპინს და ისე პატივი გვცა იმ დღინდელი პურმარილი ახლაც მახსოვს. ახლაც მას გეფერები ბატონო ალექსანდრე. სიყვარულით გეფერები, ჩვენ ბიბლიოთეკარები თქვენს წიგნებზე აღვიზარდეთ და დღესაც ამ ასაკში, ამ დროში, ამ პერიოდში ვსწავლობ თქვენთან. მე რა შემიძლია თქვენ დიდხანს სიცოცხლე მინდა გისურვოთ, კიდევ თქვენი კალამს ემარჯოს და კიდევ ემსახუროს საბიბლიოთეკო საქმეს. თქვენ ხართ ახლა ჩვენი პატრიარქი, ჩვენი ხელმძღვანელი. აი მიილია ჩვენი ლორდ კიფანიძე, გიორგაძე, ბაქრაძე, ჩვენი ლექტორები აღარ არიან და ჩემი ალიკო გეფერები, დიდი სიყვარული და ერთი პატარა თქვენს კოლეგას დავესესხები და ერთ ლექს გეტყვით. ქართულ სიტყვასთან ჭიდილში გამრეყოფიერების სისფერი გზები, სული სიმხნევე, შენით ვისწავლეთ, შენს შეგირდებათ ბოლომდე ვრჩებით. გაიხარებათ. მე ახლა არ შემიძლია მარინაზე, ქალბატონ მარინაზე ორი სიტყვა არ თქვა, მარინას ლექსებით აღფრთოვანებული ვარ. ყველა ვინც წაიკითხა, ყველა ეს მსახიობია, მკითხველი ეს, რა კარგი ლექსებია, რა ლამაზი ლექსებია, სად იყო ეს ქალი ამდენხანს, გეფერები ჩემო მარინა, შენ ახალგაზრდა ხარ ჯერ და კიდევ მრავალჯერ ასეთი შეხვედრა, ასეთი ღონისძიების მოსწრე და დამსწრე იქნები და წარმატებებს გისურვებ, კიდევ შენი ტვინი და ეგის მაშია კიდევ ჯერ სადახარ, ახალგაზრდა ხარ და ყველაფერ კარგს გისურვებ და მე სხვა სიტყვებით არ შემიძლია შენ შეგაკო, რასაც შენ თვითონ წერ ამ წიგნში. გზა რომელიც უნდა გაიაროს ადამიანმა დასაბამი და დასასრულამდე ზოგიესთვის მოკლია, ზოგიერთისთვის გრძელი, ზოგისთვის იოლი, ზოგისთვის ძნელი. ყოველ ნაბიჯზე რაღაც გვემატება.
რაღაც გვაკლდება. თითოეული ჩვენთაგანი ვყალიბდებით განუმეორებელ ინდივიდებად და ალბათ ამიტომაცაა რომ ყოველ ჩვენთაგას საკუთარი პასუხი გვაქვს იმ უამრავ კითხვაზე, რომელსაც ცხოვრება გვიმძის. სწორედ ცხოვრების შეცნობაში მასთან ჭიდილში არის არსი ცხოვრებისა. რატომ წერ? ეს ერთგვარი ცდა ალბათ ცხოვრების ლაბირინთებში გაკვლევისა, ირგვლივ არსებულ უამრავ კითხვაზე პასუხის გაცემისა და კიდევ იმიტომ რომ სხვანაირად არ შემიძლია. დიდხანს იყავით, იღებდებით შეცავლების კონცეფციას. ყველაფერი გამიგო, მაგრამ ქალბატონ ძიას პროფესორს თუ უგებდა ნიზლავს, ეს არ ვიცოდი რა. ბატონ ალექსანდრეს სამტრედიაში უამრავი მეგობარი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ ბატონი ბორის ფოცხვერაშვილი, ყვაცმოსილი პიროვნება, ბატონ ბორის ფოც. გადავწი ბატონ ალექსანდრეს. რა თქმა უნდა, ასე პირად შემიძლია გამოსვლა, მაგრამ უნდა თვითონ თქვენთაგან მაიცოდეს რა წერიაში. ბატონი ალექსანდრესა და ჩემი ურთიერთობა 1940 წლიდან ბათუმის ნომერ პირველი ბაგაბაგედან იწყება. 51 წელს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა მამის სამამულო ომში გაწვევამ დედა შემიძულებული გახადა სამტრედის რაიონის სოფელი იანიჩი ბებიასთან დაუბრუნდა, რითაც ჩვენი ურთიერთობის გზები გაიყო. 88 წელს ჩემი რაისაბჭოს აღმასრულის თავმჯდომარედ მუშაობის დროს სოფელ გორმარლის საშუალო სკოლას ბატონი ალექსანდრეს მამის ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ქველმოქმედის ბატონი პარმელორიას სახელი მიენიჭა. 48 წლის დაცილების შემდეგ მე და ბატონი ალექსანდრე კვლავ შევხვდით ერთმანეთს. როცა 1940 წლის საახალწლო საზეიმო სხდომაზე ჯგუფის მიერ საზეიმო შეკრებაზე ჯგუფის მიერ ერთობლივად გადაღებული სურათი წარუდგინე, ერთგვარად დაიბნა. შემომხედა და მითხრა, ბიჭო, ეს შენ ახარ? რამდენი ხანია გეძებო? სამთელ საქმეველმა თავის ზარდა კარგა, ჩვენი ურთიერთობა შედგა. სურათში განთავსებული მეგობრების შესახებ ყველაფერი ვიცოდი, რომ მითხრა და გახარებულმა ერთმანეთს გადავერხვიეთ. მე მინდა წარმოგიდგინოთ ეს სურათი, რომელიც 78 წლისაა. ბატონ ალექსანდრეს თავისი ორგანიზატორული ნიჭი იმ დროსაც შეამჩნიეს და სურათი ჯგუფურადაა გადაღებული და მისით იწყება და მე მეცხრე ადგილზე. 1955 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ბატონი პარმელის ციგნის დაზგიდან დაზგამდე განხილვა მოეწყო. მე ინსტიტუტის 18 წლის სტუდენტს ძირითადი მომხსენებლად გამოსვლა დამავალეს. ბატონი პარმელი ღონისძიების ძალზე კმაყოფილი დარჩა, მადლობა გადამიხადა და ჩემმა ნაცოდვილ არმად ბინამ წერლის არქივში დაიდო. მიხარია რომ 64 წლის შემდეგ ჩემი დღევანდელი გამოსვლის ტექსტიც მას შეემატება. ბატონო ალექსანდრე, რაც შეეხება თქვენს ახალ წიგნს ფლორენცია, ჩემთვის მას ორმაგი დატვირთვა აქვს. პირველი რომ ავტორი თქვენ ჩემი ბავშვობის მეგობარი ვწანდებით. მეორეც მასში ჩემი რაიონის გამორჩეული სოფლის გორმაღალი ქვაყუდის ერთ-ერთი ოჯახის ყოფა ცხოვრებაა აღწერილი და გადმოცემული. რამაც როგორც რაიონის ყოფილ ხელმძღვანელს ერთხელ კიდევ შემახსენა აქ ცხოვრები კეთილშობილებით, თავდაბლობით, შრომისა და სტუმართმოყვარეობით ახსავსი ადამიანებით და გამორჩეული, რომელთაგან ბევრი მათგანი ამ წიგნში შევიცანი კიდეც. პირველ რიგში მამა თქვენ, ჩვენი ქვეყნისა და განსაკუთრებით განსაკუთრებით საპატივცემულო პიროვნება, რომელიც პაპუნას სახითაა წარმოდგენილი. გული იმაზე დამწყა, რომ მისი პიროვნება მშობლიური სოფლის წინაშე მისი დამსახურება არასრულად ძალზე ძუნწად აგავთ გადმოცემული, რასაც მე თქვენს თავმდაბლობას ვაბრალებ. წიგნის საკითხვა მასში გადმოცემულმა ცხოვრების სრულ ამბებმა ისე გამიტაცა, რომ მე ის დღეები მისი გმირთა ცხოვრებით ცხოვრობდი. კითხულობდი და ფიქრები წინ გამერგოდა, მაწუხებდა კითხვა, რა იქნება
შექმნება შემდეგ. თუმცა წიგნის ფინალმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, როცა ღარიბ გატაკის ცხოვრებისაგან გარიყულ ლადიმეს ნაცვლად ხელში ფულის მოყვარული გახსოვებული პიროვნება შეჭრა. რაც ჩემთვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ მისი შემდგომი ბედით აღარც მაინტერესებდა. ვფიქრობდი, თუ ეს ლადიმია შვილს მისთვის გადანახული შავი პურის ნაჭერი რომ გაუყომეთ. წინბერგის პირველი გვერდიდანვე ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მისი ავტორი თითქოს ცხოვრებით მუდმივად სოფელში ცხოვრობდა და პერსონაჟთა რეალურ ყოფა-ცხოვრებას, ბუნების მოვლენებს იქედან აკვირდებოდა. იმისიდან წიგნისეულმა მეტყველების კულტურამ, მისმა სისადავემ, შესაძლებელმა სიტყვა-კაცობრიობამ მოიხიბლე გურული ყულოკავით გაჯერების. როცა ქალბატონი გულნარა სტურუას მიერ თქვენი ადრეული გამოცემების წიგნთა მიმოხილვასა და მის პერსონაჟებს გავეცანი, დავწუნდი, რომ ერთი შეხედვით ასეთი მოულოდნელი ფინალი თქვენთვის როგორც მწერლისათვის დამახასიათებელი სტილია. ბატონო ალექსანდრე, თუ არა ცხოვრებისეული ბედუკუღმართობა, რომელმეც მე სამტრედიაში და ბათუმიდან სამტრედიაში გამამწესა, დარწმუნებული ვარ, ბაგაბაღში დაწყებული ჩვენი ურთიერთობა დიდი მეგობრობის მისაბაჯ საჩვენებელ მაგალითში გადიზრდებოდა. მადლობა უფალს, რომ იგი მაინც შედგა. ბატონო ალექსანდრე, ჩვენ დღეს ერთმანეთს ერთგვარად ანგარიშს ვაბარებთ. 78 წლის მერე. მე თქვენ შესახებ ყველაფერი ვიცი. თქვენ ჩემ შესახებ ყველაფერი იცით. დავამატებ მხოლოდ ერთს. 80 წლის ასაკში რატომღაც სურვილი გამიჩნდა კალამი მეცამეყო. და ბოლო 93 წელიწადში ვარ, ბოლო 3 წელიწადია ერთი ბროშურა მაქვს გამოცემული, იუმორისტული, ერთი საკმაოდ სქელტანიანი 300 გვერდზე 375 გვერდიანი წიგნი, რომელსაც ქვია წარსული, რომელიც დასავიწყებლად არ მემეტება. იგი ნახევრად ავტობიოგრაფიულიცაა და ამავე დროს ჩემი დროის სამტრედის კარგ ადამიანებსაც ეხება. ეხლა კიდევ მე და ქალბატონმა მზიამ გავყადნიერდით და გადავწყვიტეთ თეატრალურ სამტრედიაზე წიგნი გადმოგვეცა. სამწუხაროდ ჩემი პირველი და მეორე წიგნი არ ვიცი. ალბათ მოეწონა თუ აღარა მაქვს და ვერ გაჩუქებ. მაგრამ ამ შემთხვევისათვის მინდა ჩემი და მზიას წიგნი გადმოგცეთ ჩვენი მეგობრობის აღსანიშნავად. ჯამთელად და სულელად. ქალბატონო და ბატონო, სამტრედიაში მრავალ არიან ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე საქმის საოცარი სიყვარულითა და რუძუნებით ემსახურდნენ თავიანთ საქმეს, მშობლიურ რაიონს. და დღესაც სიჭარმაგეშიც აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევიან. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით ბატონო ალექსანდრე და ვთხოვოთ ქალბატონო ინგა, ვთხოვოთ ჩვენი ერთი სამტრედიელი ქალბატონი გულნარას თქვა, ამ დღეებში იუბილარი იყო, 80 წელი შეუსრულდა და სამტრედიის ადგილობრივ გაზეთში ტიმიულცა ბიბლიოთეკამ და მოჩილეს თხოვნა იქნება, რომ მიიტანოთ აი ამ დარბაზის სახელით დაგვიანებული მილოცვა და აი ახლა გამახსენდა ქალბატონმა ნათელა გილეიშვილმა მიულოცა და ის სიტყვებით სახში ქალბატონ ნათელას ეკუთვნოდა და მინდა მას გადავწიე ახლა სიტყვა. ბატონ ალექსანდრე ფიცერან ახლა პატრიარქს არავინ არ უწოდებს დღევანდელი ბოგმით კატენის საზოგადოებაში და ასევე შემიძლია ქალბატონ ნათელაზე თქვა სამტრედიელთა დედა ტერეზას უწოდები და შესანიშნავად მოიხდინა და ყველა მოიწონა თქვა ეს დამსახურებული ზედსახელი. ხო ქალბატონ ნათელა ასე ჯერ არავითარ გულწრფელად გეტყვით, როგორც ხედავთ, ძველი თაობა ვარ ჯერ კინოპლანზე, ბატონო ალექსანდრე, ერთი თაობა ვარ დაახლოებით. პირველ რიგში ყველა მათგანს გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ეს ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამის მამაღლა გაცხადება შემიძლია. მიხვდებიან აქ ჩემს სამტრედიელებს. და ბედნიერი ვარ ამით.
ღმერთმა სიკეთე, ჯანმრთელობა და ბედნიერება მოგანიჭოთ. ძალიან მიხარია, რომ ბატონი ალექსანდრე ლურიას და ქალბატონი მარინა ხუჭულას წიგნის პრეზენტაცია ხდება ზუსტად ამ ინტელექტუალურ დარბაზში, სადაც არასოდეს არ ჭირს კითხველის მოსვლა, გესიამოვნებათ ნებისმიერ დროს შემოგზავნეთ. აქ საქალაქო და სხვა ბიბლიოთეკებში. აქ ახალგაზრდობა ძალიან დიდი რაოდენობით აყავთ მოზიდული, არის შესანიშნავი კოლექტივი, ამაგდარი ხელმძღვანელები, ქალბატონი ლამარა დუნდუა, ქალბატონი სია ჩიხლაძე და ქალბატონები, რომლებიც გამოირჩევიან თავისი კვალიფიკაციით და ერთგულებით. ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ბატონი ალექსანდრე ხელმძღვანელობს საბიბლიოთეკო საქმეს. მე მინდა მივესალმო ადამიანს, რომელიც თავდამსხმელად აცხადებს წეღან ბატონ ლევანი ბრძანებდა, რომ მას კიდევ მეტი შეეძლო, მაგრამ მე აღარ ვიცი რა შეიძლება გაკეთდეს იმაზე მეტი, რომ იდგე წიგნის სამსახურში და აი წიგნის კითხვის კვლევის მეთოდიკაც კი წამოსვია წინა პლანზე, მისი ფსიქოლოგიური ასპექტები. ის არის მეცნიერი ამ საქმეში და როცა საიუბილეო კრებულს გავეცანი და აქ ასეთი გულთბილი მილოცვები წავიკითხე, კი გვახასიათებს ქართველებს ცოტა წამეტება, მაგრამ არა ბატონებო, ასე იოლად არ მოდის ის, რაც აქ წერია. იმდენად გულწრფელია, თავმდაბლობაზე არ იტყვიან თუ არა ხარ თავმდაბალი, არ იდებენ იმას გვერდს, უბრალოებაზე არ იტყვიან თუ არა ხარ უბრალო ბუნებით. თქვენ ხართ სულით მდიდარი და ტიტულებით მრავალმხრივად დატვირთული, მეცნიერი, პედაგოგი, პროფესორი, საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პოეტი, საბიბლიოთეკო საქმის პატრიარქი, მე ამას გავიმეორებ. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ აი ასეთი სტუმრები გვყავს. ქალბატონო მარინა, მე თქვენთვის შემდეგ ცოტა მოვიცვლი. ბატონო ალექსანდრე, მე ჩემი ბავშვობა გავატარე აჭარაში, არ დადეგებს გულისხმობ, ისე ბათუმში დავიბადე. ასე მოიტანა ცხოვრება მაშინ და იქ ცხოვრობდით რამდენიმე წელი. და მე მახსოვს არმენ ლორიას, აი მამა თქვენის შემოქმედება, რომელსაც მე არ მგონია, რომ რომელიმე წიგნი არ მქონდეთ საკითხული. ეხლას კი ავიღე თქვენს შემდეგ ჩემი პატარა ოჯახი. ძალიან საინტერესოა ეს. და აჭარაში იყო რაღაც განსაკუთრებული ინტერესი არმენ ლორიასთან იყო გაღმერთებული, იმიტომ რომ მან ამ კუთხის ცხოვრებაში შეიტანა განსაკუთრებული წვლილი და ეს არის ფასდაუდებელი. მე 4 წელიწადი, 4 კი არა 8 წელიწადი ალბათ ვიყავი დეპუტატი გორმაღლის და აი ძალიან მიხარია პირველი რაც გადავდი დაბიჯი, როცა ამის საშუალება მომეცა, ქალბატონ შულიეტა გოგავა კულტურის განყოფილების გამგე იყო, ერთად ამოვედით იმ ფუძეზე, სადაც თქვენი ოჯახი ცხოვრობდა. რომ ვიფიქრე, რომ არმენ ლორიას მუზეუმი, სახლ-მუზეუმი რატო არ შეიძლება იყოს, მაგრამ იქ ძმისშვილები ცხოვრობდნენ, იქ იყო შთამომავლობა თქვენი და იქ შეუძლებელი იყო ამ საკითხის გაგრძელება. შეუძლებელი იყო უბრალოდ, ისინი ცხოვრობდნენ. და მაშინ გავიცანი ქალბატონი იზოლორია, თქვენი ოჯახის უერთგულესი ადამიანი, რომელიც ხშირად ბატონ ბორიასთან ერთად სტუმრობდა და მონაწილეობდა საიუბილეო კონფერენციებში, რაც ტარდებოდა ბატონ პარმენთან ერთად. რატომ ვამბობ? აი მიხარია, რომ აი გენეტიკურად ყველაფერი ეს წამოვიდა თქვენში და გარდა იმ ორგანიზატორული თვისებებისა, მე მხოლოდ ფლორენციზე გეტყვით. არ მინდა რომ აი საზოგადოებას ზედმეტად შევაწუხო, აქ სამწუხაროდ ყველა ვერ წაიკითხავდა წიგნს, იმიტომ რომ 2 ცალი იყო თუ არ ვცდები თუ 3 და ვინც მოასწრო და წაიკითხა,
დიდი მადლობა ამისთვის. მაგრამ მე დარდად გამყვება იმ ქვეყნად ფლორენციის დარდი. ხალი რომელსაც მთელი ტვირთი ჰქონდა მოგიდებული. რო იტყვიან და თანაც ჩვენ რო შევხედოთ ეხლა ამ პერიოდში კიდე სხვა დატვირთვა. მაშინ კიდე ქალის როლი სხვანაირად იყო. იქ კერაზე მიჯაჭვული, იქ ის აუცილებელი მოთხოვნები, იქ სოფლის ტრადიცია, იქ ოჯახური ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ სოფელი გორმაღალი და თვითონ პარმელორია გააცოცხლეთ იმ სოფელში. პაპუნა რო შემოვიდა ნაწარმოებში, იმ წუთში მივხვდი, რომ ეს იყო პარმელორია, იმიტომ რომ თქვენ ამბობთ იქ, რომ მას ის ლადიმე გეგუჩაძეა მთავარი გმირი, აქ და მისი მეუღლე ფლორენცი და ამოჯახსია ყველაფერი და ის ამბობს ლადიმე, რომ როგორ კაცო ახლა იგი კი ჩემზე უკეთესი რითი იყო, იგიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო, მაგრამ აი ხედა, უკვე წიგნიცა გამოცემული, უკვე პატივსცემენ, უკვე ასია და რაღაცა და სწორედ ეს უშლის ხელს ეს ზედმეტი ფიქრები და აზრები ლადიმეს. როგორც შოთა რუსთაველი იყო და თავისი ცნობისაგან ჩავარდება კაცი ჭირსაო. აი ამ დღეში ჩავარდა ლადიმე, რომელიც აქ არის კოლექტივიზაციის პერიოდი ძალიან ლამაზად რა ყველაფერი აი რეალისტური თვალით არის დანახული სოფლის პირობაზე. ეს მართლაც განსაზოგადებელია, რომ კაცი რომელიც შევიდა კოლმეურნეობაში, გამოვიდა, მაგრამ მერე გადაეყარა ჭირს წინააღმდეგობრივი პიროვნება, 1000 რაღაც, 1000 უბედურება, ტრაგიზმი, ყველაფერი და იცით რა არის? აი ვიფიქრე, რომ ახლა ამასაკში სხვანაირად კითხულობ. ადრე შეიძლება ბევრი რამ ასე არ დამბადებოდა კითხვა. გეგონება რომ ბატონი ალექსანდრე იმ ოჯახში, იმ კუთხეში იყო და აბსოლუტურად თანმიმდევრულად ისე აღწერს ამას ყველაფერს, რომ აი გესიამოვნებათ. მე რა თქმა უნდა, ვისაც არ დაუკითხია, მართლაც ურჩევდი, რომ აუცილებლად წაიკითხოს. ფლორენცი, რომელიც დაიჩაგრა, მე აქ ვნახე ხო სოფელთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, თქვენი კითხვებს სვამთ და ეს მომეწონა. თქვენ ამბობთ კიდევაც, რომ ეხლა სხვა დროა და თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად იმშელოთ, ხო მართალია? ბატონი პარმენის სხვა პერიოდში მოღვაწეობდა, ხო? და თქვენ კითხვებს სვამთ თვითონვე ნაწარმოებში, რომ რა უხაროდათ, ან რა იყო იქ საინტერესო, ან რა არის ცოტა ასეთი მიდგომები და მართლაც საოცრება თქვენ ის მოახერხეთ, რომ ის ფლორენცია